ჩვენ ახლა ქემოკლიძე შემოგვიერთება, რომლის კოლეგაც თანაპარტიელიც ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს, პოლიციამ წაიყვანა, თუმცა თუ არ ვშტები, ლევანს ფორმალურად მაინც სადეპუტატო უფლებამოსილება აქვს, შესაბამისად მის დიდხანს გაჩერებას უბრალოდ ვერ შეძლებენ და ალბათ გამოუშვებენ თუ ასე არ არის შემისწორებს კახა, მაგრამ კახა პირველ რიგში მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ახლა საუბრობდით ხელისუფლების სტრატეგიასა და ტაქტიკაზეც და ვსაუბრობდით რა უპირატესობები აქვს ოპოზიციურ ფლანგს წინააღმდეგობის მოძრაობას თლიანობაში, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს ხადი არ მოიცავს, თუმცა აი განსაკუთრებით ბოლო ხანებში მოთხოვნა, სურვილი, გარკვეული გაგებით პრეტენზიები და კრიტიკაც კი უფრო მეტად მძლავრობს პარტიების და მათი კოორდინაციის ხარისხის მიმართ. თქვენ როგორ შეაფასებდით არსებულ სიტუაციას სტრატეგიულ სურათშიც და ასევე თუნდაც ტაქტიკურ დონეზე, აგერ რუსთაველზე დღეს ხელისუფლებამ რეჟიმმა ძალიან კი მოინდომა, მაგრამ რუსთაველი მაინც გადაიკეტა, სხვათა შორის გადაიკეტა ძალიან გონიმრული ჭკვიანური მოქმედებებით იქ შეკრებილი აქციის მონაწილეებისა, რომლებიც რამდენიმე ჯგუფად გაიყვნენ და ამის კონტროლი უკვე საპოლიციო ძალებმა ვერ შეძლო. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. თქვენ ახსენეთ ეგრეთ წოდებული იმუნიტეტი, დღევანდელი ეგრეთ წოდებული დე-ფაქტო ხელისუფლების პირობებში, ასევე დე-ფაქტო იმუნიტეტი არაფერს არ ნიშნავს, ცალსახად შესაბამისად ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი თანამებრძოლის და მეგობრის დაკავების ადგილი, უშუალოდ ადგილი მდებარეობა, იმიტომ რომ ჯერჯერობით ამ გეოგრაფიულ ლოკაციას ვერ ვაკვლევთ. იმედია რომ ის მალე გათავისუფლდება სხვა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმრებთან ერთად, ცხადია.